ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ დღევანდელი სახარება, კვლავ გვამხრევებს, კვლავ უნდა გვახსენებს იმას, რომ ქრისტე არის ძევდისა ცოცხალი, ძევდისა ღმერთი, მტრეთი და ამდგარი და ამოწმებს სახარება იმას და ბეჭედს, ღვთაებრივ ბეჭედს გვაჩვენებს იმისა და გვამცნობს და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმისა, რომ სამყაროს ღვთაებრივი ბეჭედი დაასვა ქრისტემ ჯვარი და აღდგომის საიდუმლო და იხილესმა მხოლოდ ტილონი მხოლოდ მდებარე ქრისტე არ იხილეს, იმიტომ რომ აღდგარი იყო ტილონი საფლავიც არიელი იყო. აი ეს არის დიდი საიდუმლო ძალიან და აი ეს უნდა გავაცნობიეროთ და ამას რომ ადამიანი გააცნობიერებს, აი ამას რომ შეიგნებს და ამას რომ სისხორცებს ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებით ამ თავარ საიდუმლოს აღდგომისა, რომელიც არის გასაღები ქრისტიანობის, ну აკაცება შობა, განკაცება და აღდგომა, ეს ორი მთავარი რა თქმა უნდა. დაარჩენიც კიდევ ყველაფერი, მაგრამ აი ეს მთავარი და შობა და აღდგომა საოცარი საიდუმლოებებია. მთელი წამსი საიდუმლოა, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა ნაწილობრივ განცხადებულია ჩვენთვის, ნაწილობრივ ადამიანის გონების და სულისა და გულის განწმენდისა და სარწმუნოებაში წინსვლის პროპორციულად შეიმეცნება. სამების დოგმატი არ უნდა დავუშვათ, ხო? ეს ბოლომდე ვერ იგებს ადამიანის თვითისთვის ჯვარია, როგორც მინდა მომბია ჯვარია. ეს არის უდიდესი საიდუმლო. რაციონალური ადამიანის დაცემული ინტელექტი ამას ვერ იგებს, მაგრამ როდესაც ინტელექტი განიღმრთობა და ინტუიციის მაღალ ხარისხებს აღწევს, სარწმუნოებრივი ინტუიციის მომიტყობის შეიძლება ესე ვთქვათ, კიდევ სხვა მიღმიურ ჭვრეთის უნარჩვევები ტრანსცენდენტული ენიჭება მას. აი მაშინ უკვე ხდება მიღმიურის რაღაცა ისეც, რაც მისი ჭურჭლისა, ზომისა, მისისა. ბოლომდე მაინც ვერ ჩვენს ეს ღვთაებრივი რეალიები საერთოდ ძალიან რთულად ფორმულირებადია. ძალიან რთულია. ამის გაფორმება ვერბალურად ძალიან რთულია. ეს უნდა იგრძნო და შეიგრძნო და ცოდნა ამისი მიიღო. ისე რომ შენი სული სამშვენელი ცხოველი რაღაცა სხვა მდგომარეობაში გადადის, არ ვიცი როგორში, მაგრამ გადადის. და ყველა მეტნაკლებად ამას თანდათანობით განვიცდით და უნდა განვიცდიდეთ კიდევაც, ახლა ეს დიდი თემა. ამიტომ, როცა ადამიანი ასრულებს აღდგომის როგორც დღევანდელ სახარებაში იყო შობის თუ ასე შემდეგ ამ საოცარ საიდუმლოებებს, რეალობა სულ სხვანაირი რაკურსით უყურებს მაშინ. ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანს. თითქოს გარეგნულად ყველაფერი თითქოს იგივეა, მაგრამ ამავე დროს რაღაც სხვანაირიც არის ყველაფერი. ადამიანი უკვე არა მარტო უბრალოდ შედეგებს ხედავს ამ ქვეყანაში მისი ცხოვრებისა, მხოლოდ შემთხვევითობებსა და შედეგებს, რომლებსაც შორის კავშირს ადრე ვერ ამჩნევდა. არამედ ხედავს, რომ ამ შედეგების პრინციპებამდე მიდის და არა მარტო შედეგების სიფრთხეში და ცნობიერებაში იმყოფება ამ დროს ადამიანი, როდესაც სარწმუნოებრივად წინ მიდის და ხედავს აღდგომისა და შობის საიდუმლოს და შეიგრძნობს მისი სულის მზერა, არამედ პრინციპებამდე მიდის და პრინციპების სფეროში და ცნობიერებაში შედის და იქიდან გამომდინარე, როგორც პრინციპებიდან გამომდინარე უყურებს ყველა ამ შედეგს და უკვე ყველაფერს თავისი ადგილი, თავისი ზეციური ლოგიკა ენიჭება და ხვდება რა რისთვის იყო, რა შედეგი მოაქვს და რა უნდა გამოასწოროს მან თავის ცხოვრებაში, რომ უკეთესი შედეგები მიიღოს, იმიტომ რომ ყველა მიზეზს აუცილებლად თავის შედეგი ექნება, არ შეიძლება რომ არ ქონდეს. და მართალ მიზეზს მართალი შედეგი ექნება, რადგანაც რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. ჩვენ არა გვაქვს ხელმწიფება არ დავთესო და მოვიმკოთ. ის მოვიმკათ იმას ზეციურ ძალას აქვს, მარტო უფალს აქვს. ის ხელმწიფება რომ არ დათესოს, გახსოვთ ხომ? ხოლო მე მაქვს ხელმწიფება არ დავთესო და მოვიმკავო, იგავიროა. თქვენ არ გაქვთ ამის ხელმწიფება, რასაც დასთესა, იმას მოიმკი. მხოლოდ მას შეუძლია ექს ნიჰილო არაისაგან შექმნას ყოველივე, უმიზეზოდ მიზეზი გააჩინოს. იმიტომ თვითონ არის მიზეზი ყოველთა და პირველი მიზეზი. ამიტომ ქვა რომელიც დაღმართზე მოგორავს, დეტერმინირებულია და მას არ აქვს თავისუფალი არჩევანი. ქვა აუცილებლად მიზეზი ყოველთვის იქნება იგივე, რასაც შედეგი აუცილებლად იგივე იქნება ამ მიზეზისა. ქვა აუცილებლად უფრო მეტ აჩქარებას მიიღებს და უფრო წინ და უფრო მეტი ძალით, ვთქვათ, იგორებს და აუცილებლად თუ რამე არ დამყოლება არ იქნა, იგივე გააგზელებს ამ გონებას და ხილციფრთხეს. იმიტომ რომ იგი დეტერმინირებულია, მაგრამ ჩვენ მასზე ბევრად მაღლა ვართ, იმიტომ რომ ხატად მსგავსად ვართ გაჩენილი ღვთისგან. ღვთის ხატად და მსგავსება უნდა მივიღოთ და მსგავსება უნდა შევიცნოთ, ჭეშმარიტება შევიცნოთ, რათა მსგავსებას მივახციოთ და გამთავისუფლდეთ.
და ამ სულიერი რეალობის გასაღების და ასე შემდეგ ედრაოდენობის გასაღების შემდეგ ვახსენო ეს არის ჯვარი რომელიც ამ რეალობის ბოქნობს ბოლომდე გახსნის ფრთხილად უნდა მოვარგოთ და გრამატიკულად სახარებისეული გარიგებებით და მცნებებით და ამ რიტმში სახარებისეული რიტმში გადავაბრუნოთ ეს გასაღები და მაშინ გაიღება და მე ვარ კარი გახსოვთ რომელიც ჩემს მიერ შევიდეს და სხონდეს და გაიღება კარი და დავინახავთ ისეთ რამეებს რაზედაც წარმოდგენაც კი არ მქონია და არ გვაქვს თუმცა კი ყურმოყრით ხსმენია და ბევრი რამ გაგვიგია და შეგვიგზნია და საძოვარი ჰპოვოს და ისეთ საძოვარს ჰპოვებს რომ არც კი დასიზმრებია მას იმიტომ რომ საძოვარი უფალს მრავალი აქვს და სავანე მრავალი აქვს და გზახსნილი რაშიც და ამ გზაზე სიარულში წარმატებას ყველას გისურვებ დიდი სიყვარულით ლოცავთ